ეხლა მინდა ქალბატონი ნანა ჯორჯოლიანის პატარა ვიდეო განახოთ, როგორი манипуляტორია, უბრალოდ აი მინდა ჯერ კომენტარებით შემოვიფარგლო, რას უწერენ და მე ჩემგანაც რაღაცა უთხრა რა. ძალიან ჩემზე ლაპარაკობს ძირითადად და მაგიტომ მინდა ჩავთვალე საჭიროდ რომ პასუხი გამეშვა. აი გაუშვით თუ შეიძლება რა. ორივე ტელეკომპანიაში იმეჩის და რუსთავიორშიც დადიოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. და უკაცრავად არსებობდა უცნობის საკანი, რომელიც პირდაპირ ეთერში სანდრას ეუბნებოდა, რომ შენი ქმარი ღალატობსო. ეს სტანდარტი არსებობდა მაშინ ოპოზიციაში. სანდრა, შენი ქმარი ღალატობსო. და მე როდესაც მე 7 თვის ორსული ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენდა მაშინ, ანუ იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან არ მინდა თემაზე საუბარი, მაგრამ ჩემი ქმრის კონტექსტის გათვალისწინებითაც მაშინ 7 თვის ორსული შევედი უცნობთან საკანში, იმიტომ რომ პირისპირ დამჯდარი ყავდა, მე თქვა, რომ ეხლა შენ არასწორად და მოდი წინ დამიჯექი და მელაპარაკე. აბა იგივე სირცხულის გაკრული ქონდა ადამიანების ფოტოები, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენენ, ვისაც მაშინ აგინებდა და ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვინგრევთ არსებობის უფლებას და სახელმწიფოს ანგრევთ. დღეს ყველა ვინც გაკრული ყავდა სირცხულის დაფაზე, დღეს ყველა ქართულ ოცნებას წარმოადგენს. ეს კიდევ სხვა რეალობაა, მაგრამ არსებობდა საკანი და არ ვიცი ამ თაობას ახსოვს თუ არა, უნდა უყურონ ან საკანს, რომ მიხვდნენ, რომ რა ვიცი რა, ვის ებრძოდნენ და რას ებრძოდნენ ნაცები ამხსენი. საკანი არსებობდა, მაესტრო არსებობდა, მეცხრე არსებობდა, ყველაფერს აშუქებდნენ. საგამოძიებო რეპორტაჟები ნანალეჟავას ცალკე ქონდა, ნათია მიქეშვილს ცალკე ქონდა. ნუ ახლა манипуляციის ის არის რა, დედოფალი რა, მოკლედ რა. ეხლა აგიხსნით რატომ და პირველ რიგში მე არ ძვიტყვი არაფერს, უბრალოდ კომენტარებს რას უწერენ, ეს რამოდენიმე კომენტარი მინდა განახოთ და მე ჩემსაც ვიტყვი რა, თუ შეიძლება აი. ნანულა ვის აბოლებ, ამნეზია არავის აქვს, ძალიან კარგად გვახსოვს რა უქნეს ოპოზიციურ ტელევიზიებს, რას ალანძღინებ ხალხს თავს, ასე როგორ გაიწვიტეს შუბლის დარღვი. კარგით, მეორე გავუშვათ რა. იმედის დარბევა, სატელიტური ანტენების დაყადაღება. კარგი, მესამე გავუშვათ, აბა. ეს ხომ არ აფრენს იმედი წართმეული, რუსთავიორი წართმეული ტელეკომპანია მზე საერთოდ დაიხურა და ირაკლი იმნაძე თუ კარგად გახსოვთ, მითი გვარი ძლივს გაასწრო უცხოეთში რო არ დაეჭირათ. არ ცხენია ამ ქალს ასეთი ზღაპრებს რომ ყვება? ეს რასაც კომენტარებში უწერენ და ეხლა რაც მე ჩემზე ილაპარაკა რა, პრინციპში ილაპარაკა ის რომ მე ვიძახოდი თურმე რომ სანდრას ვეუბნებოდი რომ შენი ქმარი ღალატობსო რა. ცხოვრებაში არ მითქვია და პიროვნულში არასდროს არ შევსულა არავისთან და თუ ამოიღებს ამას რომ მე ამას ვიძახთი, აი პირდაპირ გეუბნებით რომ მოდის მოვიხდი რა. არასოდეს მე ეს არ მითქვია, არასოდეს. და მეორეს ერთი იმას რო ვიძახის რომ სირცხვილის დაფაზე გამოკრული ხონდაო ესო დღეს ვინც კოცები არიან იმათ სურათი ერთი კაცი მითხარი ვისი მყავდა გამოკრული კოცების ერთი კაცი ხო არის რა ვიცი საკნის კადრები არსებობს და იქ გამოკრული სურათებიც არსებობს რა ვინ მყავდა გამოკრული ისევ გივი თარგამაძე მყავდა ბოკერია მყავდა ლევან რამიშვილი მყავდა ბერია მყავდა რავი ყველა მყავრა იმის კოცების გარდა გამოკრული ვინც დღეს კოცებში არიან ერთი კაცი თუ გადამისახელებ ვინ მყავდა გამოკრული მაშინაც მოდის მოგიხდი რატო манипуლირებ აი ეს რა ვიცი თან რო იძახის საკანი არსებობდა, მაესტრო არსებობდა, ისა რა არსებობდა, საკანი არსებობდა, მაესტრო არსებობდა, გამოგლიჯეს. ხავიერ სოლანამ გამოგლიჯა კაბელური იმის ლიცენზია სააკაშვილს. ხავიერ სოლანა იყო ჩამოსული და მაგით გამოგლიჯა იმას, რა თავისუფალი სიტყვა არსებობდა და იმ გამოგლიჯილს კიდე ბომბებს ყრიდით. რა თავისუფალი სიტყვა არსებობდა არო შემოხედი რა თვალებში შემომხედე და რა მანიშნებით ხარი როგორ თავის ბაბლს როგორ ატყვევ და როგორ манипуლირებს იმაზე რა თქვენ არავის არ ახსოვს ხო რა იყო და როგორ იყო და შენ გახსოვს მარტო რომ თურმე ისეთი თავისუფალი გარემო ყოფილა ეს მედია თვალსაზრისი და მედია კუთხით საქართველოში რომ თურმე მე არ ვიცი რა ჯოჯოხეთშიც უწევდათ მათ მუშაობა ეხა თურმე რო ავდებდა ყველა მუშაობდა მაშინ და არავითარი ის არ იყო იმედი წართმეული ქონდა ჩარველაძე იჯდა იმაში რა ქვია და დაყადაღებული და წართმეული და მოდელირებულ ქრონიკებს აკეთებდით მაესტროში ბომბებს ყრიდით იქიდან რა ვიცი ბზე საერთოდ დახურეთ და სად იყო რა დებატები იყო და კიდე იძახის ამაში რომ დებატები მაშინ რო იყო ეგეთი უნდა რა დებატები სად იყო რომელი დებატები იყო კაცი ისე ინერვიულა მაშინ დირექტორი ვინც იყო რა ვიცი იმისი რუსთავიორის გოგია გეგეშიძე რომ გარდაიცვალა
იმდენი ცუდი რაღაცა აკეთებინეს რა. ეს ხელისუფლება რო შეიცვალა, გული გაუსკდა და გარდაიცვალა. დადის ახლა და манипуლირებს აქ თურმე ის ყოფილა რა და თავისუფალი გარემო, თავისუფალი სიტყვის და როგორ ესე როგორ ვერ ხედავთ ამას თურმე გადახედეთ საკას, გადახედეთ ხო, გადახედეთ და შენ გადახედე პირველ რიგში რა. ტყუილების გუდარო ხარ რა, მოკლედ არ ვიცი რა, საერთოდ არ ვიცი, მოკლედ ტყუილების ხო ტყუილს მოკლეფეხი აქვს, ხო იცი, ძალიან მოკლეფეხი აქვს ტყუილს რა. ხო და აი განახებთ ახლა როგორი მოკლეფეხები აქვს ტყუილს რა. აი უყურეთ თავსუნაც ფეხები დაუპატარავდა. იმ გოგოს აქვს ძალიან მაგარი ფეხები. იგივე პატარავდი მე ახალვე რა.